როგორი იქნება 2026 წელი მერწყულებისთვის? ეს იქნება პირადი ტრანსფორმაციის, თვით ორგანიზების წელი. პასუხისმგებლობების გაფართოების, სოციალური წლის გაძლიერება, მოულოდნელი იqbali სწავლასა და შემოქმედებით სფეროში. ეს წელი გიხსნით ახალ კარს, მაგრამ მოითხოვს რეალურ ძალისხმევას, სიმამაცეს და სტაბილურობის შექმნას. პლუტონის გადასვლა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში ყველაზე დიდი ცვლილებებია თქვენთვის. პლუტონი თქვენს ნიშანში იმოძრავებს დაახლოებით 20 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციკლის დაწყების პერიოდია თქვენთან და რას ნიშნავს ეს? იწყება თქვენი გლობალური გარდაქმნა. თქვენი პიროვნება უფრო ძლიერ, ავტორიტეტულ და გავლენიანად შეიძლება იქცეს. შეიძლება დაიწყოთ ახალი პროფესიული გზა, იზრდება თქვენი სიტყვა, თქვენი სოციალური ძალა. იწყება ეტაპი, როცა აღარ გაძლევენ საშუალებას ისე იცხოვროთ. ეს არის თქვენი დაბადება სრულიად ახალ ფორმაში. სატურნი და ნეპტუნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში თქვენთან დადებითი ასპექტით გადის და ეს ძალიან დიდ მხარდაჭერას გაძლევთ კომუნიკაციაში, სწავლაში, მოგზაურობაში, ახალი ცოდნის მიღებაში. შემოქმედებითი კომუნიკაციები, მედია, ბლოგერი, ონლაინ პროექტები, ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, კონტრაქტები. იდეალური პერიოდია ამისთვის. საჭირო იქნება რეალობისა და ფანტაზიის დაბალანსება ამ პერიოდში, მაგრამ იდეების რეალიზაციისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ესეც თქვენთან ტრინით გადის და ეს შეეხება თქვენს მეხუთე სახლს. ეს ტრანზიტი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო იქნება მერწყულებისთვის. ტყუპები თქვენთან მართავს სიყვარულს, შემოქმედებას, ბავშვებს და სიამოვნებას. მოულოდნელად ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება შეიძლება ზოგთან გააქტიურდეს. ზოგთან შეიძლება შემოქმედებითი პროექტების დაწყება, ბავშვებთან დაკავშირებული თემები, ცვლილებები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენს ოფში შეიძლება მატერიალური სარგებელიც მიიღოთ. ეს არის ყველაზე ინსპირაციული და აზარტული პერიოდი თქვენთან. მოულოდნელად იზრდება იqbali ამ პერიოდში თქვენთან. დაბნელებებს რაც შეეხება ლომი მერწყულის ღერძზე, აქ შეეხება თქვენს პირველ მეშვიდე სახლს. ანუ მე და ჩვენ, პირადი გზა და პარტნიორის გზა. თემები, რომლებიც გააქტიურდება, ეს არსებული ურთიერთობების ზოგთან დაშორების, ზოგთან ახალი ეტაპის დასაწყისს წამოწევს. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების გამოჩენა ამ პერიოდში, ოფიციალური ნაბიჯები, შეიძლება ზოგთან ქორწინებაც. თუ ურთიერთობა ჯანმრთელია, აუცილებლად გამყარდება, თუ არა, მაშინ აუცილებლად დასრულდება. იუპიტერი კირჩხიბში წლის პირველი ნახევარი აქ თქვენთან ელფერს მატებს სამუშაო და თქვენს ყოველდღიურობას. მუშაობის ზრდა და აქტიურობა, სამსახურებრივი ხელშეკრულებები, ახალი გუნდის შექმნა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება თუ მოექცევით, რა თქმა უნდა, თქვენს ორგანიზმს სწორად. სიფრთხილე იქნება აქ უფრო გადაყლასთან, ზედმეტ ვალდებულებების აღებასთან. კარგი დროა ჯანმრთელობის ჩვევების დასამკვიდრებლად ეს პერიოდი და სამუშაოს გასაფართოვებლად. რაც შეეხება იუპიტერის გადასვლა ლომის ზოდიაქოს ნიშანში წლის მეორე ნახევრიდან, აქ თქვენს მეშვიდე სახლს გააქტიურებს, ეს იქნება პარტნიორობა, ქორწინება და კონტრაქტები. აქ შედეგები იქნება ახალი თანამშრომლობა, კარიერული ხელშეკრულებები, ოფიციალური ურთიერთობები, ცხოვრების მნიშვნელოვანი პარტნიორის გამოჩენა. ზოგთან ქორწინება აღნიშნე კიდევაც. კარიერასა და საქმიანობაში 2026 წელს წლის პირველი ნახევარი აქ დატვირთვის წელი იქნება, მაგრამ ზრდის აუცილებლად ახალი პროექტების ჩაშვების. წლის მეორე ნახევარი პარტნიორობა იქნება თქვენი კარიერული წარმატების მთავარი იარაღი და
აუცილებლად გამოიყენეთ. რაც შეეხება ფინანსებს, აქ შემოსავლის სტაბილური ზრდა იქნება თქვენთან, რისკებისადაც იქნება, ეს იქნება ზედმეტი ხარჯვა სიამოვნებაზე და გაუცნობიერებელ ინვესტიციებში ნეპტუნის გავლენით. რაც შეეხება სიყვარულს, ზოგიერთი მერწყული 2026 წელს ოფიციალურად გააფორმებს ურთიერთობას. რეკომენდაციები რა იქნება ახლა თქვენთან მერწყულებო 2026 წლისთვის, ეს იქნება ადეკვატურად მართოთ დრო და ენერგია თქვენი, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ჯანმრთელობას დაუთმეთ მეტი ყურადღება, გადაღლა არ არის საჭირო ამ პერიოდში. შეიძლება გადაღლამ აქ ნერვოზულობაც გამოიწვიოს, არ იჩქაროთ ფინანსური გადაწყვეტილებები. მარტი-ივნისი გამოიყენეთ იუპიტერის ენერგია პარტნიორების გასაფართოვებლად, ოფიციალურობისთვის, განსაკუთრებით ივლისიდან იყავით გახსნილი ახალი სიყვარულისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ მერწყულებო, იდეალური პერიოდია თქვენთან და მინდა ეს აუცილებლად გამოიყენოთ. რაც შეეხება ვისაც გაინტერესებს 2026 წლის პროგნოზი, თქვენი პირადი რუკის განხილვა შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე და ერთად განვიხილოთ ძალიან საინტერესო ეტაპი 2026 წლის. წარმატებები